დაიწყო. მოგესალმებით, ლაილი ხურცი და ჩემი დღევანდელი თემა შეეხება ატაქსია ტელემიოგრაფიას. მანამ სანამ გადავიდოდე უშუალოდ დაავადების აღწერასა და შემთხვევის აღწერაზე, მინდა ჯერ ზოგადად გესაუბროთ დნმ-ის დაზიანების აღდგენის მექანიზმებზე. ჯერ სანამ მექანიზმებზე გადავიდოდეთ, მოდით ვთქვათ, რომ დნმ შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორების მიერ დაზიანებული მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება იყოს ჟანგბადის რეაქტიული რადიკალები, ან ულტრაისფერული რადიაცია, ან თუნდაც იონიზირებული რადიაცია. და ყველას კარგად მოგეხსენება, რომ დნმ-ის დეფექტის აღდგენა სასწაულად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანისთვის. დნმ-ის აღდგენა ჩვეულებრივ ხდება, აი აქ სლაიდზე გაჩვენები, ორი მექანიზმის საშუალებით. ეს არის არაჰომოლოგიური დაბოლოებების შეერთება და ჰომოლოგიური რეკომბინაციული აღდგენა. ანუ რა ხდება ისეთი არაჰომოლოგიური დაბოლოებების შეერთებაში დნმ-ის ადგილას ჯერ დნმ-ის დაზიანების ადგილას ჯერ აკუმულირდებიან მხოლოდ ნუკლეაზები ან პოლიმერაზები და რას აკეთებენ? აი აქ ხომ ხედავთ ეს დაზიანებებს. ან დელეციას მოახდენენ ამ სეგმენტში, ან ჩასეკვენსების ჩამატებას. რომ აი ესეთი თანაბარი სიგრძის დნმ-ის ორი მოპირდაპირე ჯაჭვი მიიღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დნმ-ის აღდგენა. და ეს მიმდინარეობს G0, G1 და Gm ფაზებში. და როგორც უკვე აღნიშნე, ჩვეულებრივ ამ ფაქტს ხერხს მივყავართ დელეციამდე ან მიმდევრობის ჩასმამდე. რაც შეეხება ჰომოლოგიურ რეკომბინაციულ აღდგენას, ეს მიმდინარეობს უჯრედის S და G2 ფაზაში, ვინაიდან და რადგანაც აუცილებლად მოითხოვს ტყუპი ქრომატიდების არსებობას. ანუ რა ხდება? ჯერ ეს არსებული როგორც აქ დაზიანებულ ადგილას ხდება პროტეინები მოახდენენ ან უფრო დაგრძელებას ამ შვერილების წაგრძელებას, რადგან შემდეგ მე ერთ-ერთმა ჯაჭვმა მოახდინოს ამ ტყუპი ქრომატიდების თარგად გამოყენება და გადაიწეროს ისევ ეს სეკვენსი აქედან. და ამ შემთხვევაში ზუსტად აღდგება დნმ. ახლა მინდა ვისაუბრო უშუალოდ იმ პროტეინებზე, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი დნმ-ის აღდგენაში. ეს არის ერთ-ერთი mRNA კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სხვა დანარჩენი პროტეინები მოიზიდოს დაზიანების ადგილას. ერთ-ერთი პირველი ენზიმი, პროტეინი, რომელიც აი დაზიანების ადგილას მიდის, ეს არის ATM, ataxia telangiectasia mutation, ესე იშიფრება. და ანუ ეს პროტეინი როგორც წესი უჯრედში გვაქვს ინჰიბირებული დიმერის სახით, რომელთანაც მიბმულია PP2A ფოსფატაზა. და ამ ATM-ის აქტივაცია ხდება შემდეგნაირად. ეს მოშორდება ეს PP2A და მე ATM განიცდის ალტოფოსფორილაციას და თვითონ წარმოადგენს თიროზინკინაზას, რომელიც უკვე სხვა დამატებით პროტეინებს ააქტივებს. ერთ-ერთი მაგალითად ATM-ის ერთ-ერთი სუბსტრატი არის არტემისი, რომელიც დნმ-ის თავისუფალი ბოლოების შესაერთებლად მომზადებაში მონაწილეობს, როგორც უკვე გითხარით, არაჰომოლოგიური დაბოლოებების შეერთებაში და დამავიწყდა, ანუ ყოველ წუთას რომ ეს ამ ხელწინადადება არ ვახსენა, NHEG არის ესეთი აბრევიატურა ამ იმის რა ქვია. აღსანიშნავია კიდევ ისიც, რომ ანუ რეალურად აი ამ დნმ-ის აღდგენის მნიშვნელობა არის ის, რომ შეწყდეს უჯრედული ციკლი და დნმ აღდგეს. ან თუ ეს შეუძლებელია, მაშინ გამოიწვიონ აპოპტოზი. და ეხლა როგორც უკვე შემდეგ ნახავთ ამ ATM-ის ნაკლებობას, სხვადასხვა სიმპტომები და დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ ან მინდა აღვნიშნო ამ NHEG-ის როლი VDJ რეკომბინაციაში. VDJ რეკომბინაციის დროს მინდა დაზიანებებს დნმ-ში, სწორედ აი ეს მექანიზმები ახდენს, ასევე კლასურ რეკომბინაციაში. ეხლა მოდი გადავიდეთ პირდაპირ უშუალოდ ამ ჩემ შემთხვევაზე, ლუკა რაზმაძე 6 წლის, რომელსაც ჰქონდა მორეციტული ინფექციები სიარულის სირთულის თანხლებით. ესე იგი, ეს გახდა 6 წლის, როდესაც მოხდა საავადმყოფოში და მას ჰქონდა ორი პნევმონიის ისტორია და ყურის მორეციტული ინფექციები.
მას შემდეგ რაც შუაყურის მილის ვენტილაციისთვის და სისხლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად ჩადგეს მილები, ბავშვს მაინც ჰქონდა, მაინც განაგრძობდა ინფექცია, სხვადასხვა ინფექციების გადადგომა. ნუ შემდეგ უკვე გამოიკვლიეს ფიზიკურად და აღმოაჩინეს აი აქ როგორც სურათზე ნაჩვენები, ყურის ნიჟარაზე, ეგრეთ წოდებული wobble gait და გაფართოვებული ორ გაფართოვებული ყურის ნიშარაზე და კონjunktივაზე. ანუ ეს ახასიათებს ტელანგიექტაციასა და ტელანგიექტაციას. ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ანალიზების ჩატარება. საკუთრად გამოიკვლიეს, შრატის ანალიზი გამოკეთეს და იმუნოგლობულინების რაოდენობა მკვეთრად დაცემული იყო. აი როგორც სლაიდზე ხედავთ, იმუნოგლობულინ G-ის ბევრად ნაკლები იყო, რაც აღსანიშნავია, რომ IgG2, IgG4 და IgA საერთოდ არ აღინიშნებოდა, მაგრამ იმუნოგლობულინების რაოდენობა უკვე ნორმაზე ბევრად მაღალი იყო. აღსანიშნავია ის, რომ 14 სტრეპტოკოკუს პნევმონიურ ტიპზე გამოიკვლიეს ბავშვი, მაგრამ მხოლოდ სტრეპტოკოკუს პნევმონიაზე ჰქონდა ანტისხეულების ტიტრი და ჰემოფილიუს ინფლუენცაზე არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ცაცრილი გახდა ეს ბავშვი. და ტეტანუსის ანტისხეულების ტიტრი კიდევ ნორმაში იყო. ეხლა მე გააკეთეს პერიფერიული სისხლის მონონუკლეური უჯრედების ანალიზი და აქაც ანალოგიურ შედეგამდე მივიდით, რომ ყველა უჯრედი ნორმაზე ბევრად დაბალი იყო.